გამარჯობათ მეგობრებო. ვაგრძელებთ თემა ხევსურული წინდები და შემდეგი სქემა. მე დავნომრე აქ სიმაღლეზე, როგორც ყოველთვის, მხოლოდ სქემა. ეს უკვე აღარ არის აქ, რადგან თუ დაგჭირდებათ წინა ვიდეოებში ყველგან გვაქვს მოქსოვილი და დანომრილიც ყოველი რიგი, ამიტომ ახლა პირდაპირ ვიწყებ აი სქემით უკვე. ესაც მოქსოვილია, აი თეთრი, ჩვენ ვიცით რომ ეს ლურჯი ჯვრები არის სქემა თეთრი ფერით. ვგსოვთ და რაც არის ახლა ცარიელი უჯრები, ეს არის ფონი ლურჯი. ჩვენ შემთხვევაში უკვე მგონი მე-11 თუ მე-12 ვიდეოა ეს ხევსურული წინდები და ვგსოვთ ერთი და იგივე ფონზე, ერთი და იგივე ფერით. რო თქვენთვის უფრო ადვილი გასაგები იყოს, უფრო ნათლად ჩანდეს, გარკვევით ჩანდეს, როგორ გსოვთ სქემას და რას გსოვთ და როგორ ვკითხულობთ, აი ამის გამო. შემდეგ თქვენ რა ფერებშიც გადაწყვეტთ, იმ ფერებში მოგსოვთ, როგორიც მოგეწონებათ, ისე მოგსოვთ. სქემა ესენი რაც უკვე მოვგსოვეთ არის შეუცვლელი, არის ხევსურული სქემები. ორნამენტები, რაც არის, როგორც ქვია, რაც ქვია. ერთი სიტყვით, თუ ამ ვიდეოს ნახავთ ვინმე და არ იცით რაზე ვსაუბრობთ, ნახეთ წინა ვიდეოები, არის 10-12 ვიდეო ხევსურული წინდების, როგორ გსოვთ თუნდაც ამ ჩარჩოებს, როგორ ვიწყებთ, რას ვაკეთებთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ვიწყებ უკვე სქემას პირველი რიგი. მოქსოვილი მაქვს გამზადებული, ამას თქვენ უკვე გააკეთებთ, ვინცაც გაინტერესებთ და ვინც მომყვებით და მე ვიწყებ სქემის ქსოვას. ახლა ერთმა დამიწერა, რომ როგორ დავიღალიო თქვენი ლაპარაკითო, ერთი და იგივეს იმეორებთო და ახლა ეს სქემები ისეთია, ერთი და იგივე უნდა გავიმეორო, რა ვიცი, აბა როგორ ახლა თუ დაიღალეთ, არ მოგსოვოთ, ძალით არაფერი არ გააკეთოთ. რახან სხვა აკეთებს და მეც უნდა გავაკეთო, ასე არა. რასაც აკეთებთ, იმის სწავლა არის თუ საქმეს თუ რასაც აკეთებდეთ, კარგად იცით და ისე უნდა სიამოვნებას განიჭებდეს ის საქმე, უნდა მოგწონდეს, უნდა გიყვარდეს და იმ შემთხვევაში უნდა გააკეთო. როცა იღლები, ესე იგი ის არაა თქვენო ჩემო მეგობარო, მე ამას გირჩევდი. მე დავიწყე ახლა და ნახე, პირველი რიგი ვგსოვთ აი ამ სქემას. აქედან ვიწყებთ თვლებს, ხო? აი ეს არის. 1, 2, 3 თვალი უნდა მოვგსოვო ლურჯი. კარგი, აი აქედან აღნიშნოთ, რომ ეს აქედან იწყება თვლების ათვლა. რას ნიშნავს? პირველი თვალი არის აი ეს. ცარიელი უჯრა 2 და 3 მოვგსოვო. შეიძლება მართლა ერთი და იგივეს ვიმეორებდე, მაგრამ მე შემდეგ რო ისევ მოდის გაუგებარი შეკითხვები, რა ვიცი, ვცდილობ რომ მაქსიმალურად ყველა წვრილმანი და ნიუანსი მოგაწოდოთ. 3 ლურჯი, ახლა ნახე. ჩვენ ხო ვთქვით, რომ ეს არის სქემა და ვგსოვთ თეთრით. 1, 2, 3, 4, 5 თვალი მოვგსოვოთ ჩვენ თეთრი, ახლა 5. ნახე, 1. ეხლა აქედან მოვგსოვ, ლურჯი ძაფი უნდა წამოვიღო, ხო? თეთრით კი ვგსოვ მე, 5 თვალი მაქვს, მაგრამ ლურჯ ძაფს აქ ვერ დავტოვებ, ამიტომ ახლა აქედან გამოვიყვან. 2, 4, 5 თვალი მოვგსოვეთ თეთრი. აი აქ ვართ. ნახე, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 თვალი უნდა მოვგსოვო ლურჯი. 1,
2. ახლა ნახე ასე რო არ ვატრიალო მე იქიდან მოუხერხებლად მაინც უნდა დავიხვიო ხო ხელახლა ძაფი და მე ლურჯ ძაფს მოვაქცევ იქით ქვემოთ უკანა მხარეს აი აქ აგერ იქ და რატო 2 თვალი მოვგსოვე რამდენი გვაქვს 1 2 3 4 5 6 7 თვალი უნდა მოვგსოვო ლურჯი და ნახე 2 3 4 5 6 7 თუ არ ვწდები 2 4 6 7 თვალი მოვგსოვეთ ლურჯი ახლა 2 4 5 მოდის თეთრი ახლა სულ ასე ხო არ ვატრიალებ ხო დახვეული მაქვს ძაფი და ვიწყებ თეთრით 1 ნახე 2 3 4 და 5 ცოტა შორს დაგვრჩა ჩავაბამ აი ასე ისევ ამოვიყვან აქედან 2 4 5 ეს თეთრი მოვგსოვეთ აქ ეს სქემა გრძელდება ახლა ნახე როცა მოხვალ აი აქ ერთ უჯრას გამოტოვებ და იწყებ თავიდან აი ხო დაიწყე აქედან მოხვედი აქ ერთ უჯრას მოგსოვ ჩვეულებრივად ისევ ლურჯს და სქემას იწყებ თავიდან აი აქამდეა მთლიანი სქემა ახლა რაც უნდა გაიმეორო და გაიმეორო 1000 ჯერ თუნდა თქვათ ჯემპერზე გსოვ ხო და გჭირდება 1.15 უნდა მოგსოვო ასეთი დაიწყებ აქედან 10 თვლას და გსოვას პირველი თვალი მოგსოვ და აი ისევ აქ რომ მოხვალ აქ ამის შემდეგ ისევ თავიდან იწყებ 1 2 3 მოგსოვ მთლიანად მოხვალ ისევ აქ აუცილებლად აქ რო 3 თვალით იწყებ 1 2 3 4 გჭირდება 3 კია სქემა მეოთხე თვალი გჭირდება რომ შემდეგი სქემა დაიწყო 1 2 3 და ისევ თავიდან და ისევ თავიდან აი აქამდე ითვლის სქემას და იწყებ თავიდან ახლა აქ რა ხდება ნახე ერთი გვერდი მოვგსოვე მე ტერფის ზედა წინა ნაწილი მოვგსოვე ახლა შემოbrundები ტერფის ქვედა მეორე მხარეს ქვედა მხარეს ქუსლის მხარეს ჩვენ პირველი ვიდეო იყო წინა ვიდეო რომ სხვანაირად უნდა მოგვექცოვა სქემასთან შედარებით შენ შეგიძლია ახლა მთლიანად მოყვე ამ სქემას და მოგსოვო დააყენო მთლიანად სქემა აქამდე სანამ არ მოხვალ და სადამდეც რამდენიც გამოგივა როგორც ვგსოვდით ყველა ვიდეოებს წინ მხოლოდ ერთი ვიდეო ჩავწერეთ რომ ზედა მხარეს სქემა დავაყენოთ უკანა მხარეს ადვილი იოლი მოსაქსოვი სქემა მოვგსოვოთ როგორც გსოვდნენ ადრე ამ წინდებს ასე ვთქვათ და მე ახლა იგივეს ვიწყებ 1 ახლა 2-ს დავსვამ 2 1 ლურჯი 2 ლურჯი 1 თეთრი 2 თეთრი 1 ლურჯი 2 ლურჯი იმედია გაერკვიეთ ვინც ვერ ნახეთ წინა ვიდეო როგორ მოვგსოვეთ ტერფის ქვედა მხარე ქუსლის მხარე შეგიძლია აირჩიო იოლი ადვილი სქემა და მოგსოვო მთავარია შენ ეს ორივე ძაფი ისევ აქ მოიტანო დასაწყისში მაგრამ რაღაც ახლა საშინელებას ვერ მოგსოვ უბრალოდ ადვილ სქემას აირჩევ და ლამაზი რო იყოს მოგსოვ გადმოგსოვ სწრაფად ასე ვთქვათ
შენ თუ გინდა ახლა მთელი 10-11 ვიდეო ჩავწერეთ, სქემები ირგვლივ გსოვდი. თუ გინდა ისე მოგსო. ნახე, ისევ დასაწყისში ვარ მე, აი აქ, ახლა არის მეორე რიგი. მეორე რიგი. ვითვლით აქედან 1, 2, 3 თვალი ლურჯი და შემდეგ იცვლება აქ რაღაცები, ხო? ისევ პირველი რიგზე 3 თვალი გქონდა ლურჯი, მეორე რიგზეც მოვგსოვთ იგივეს, ასე გვეუბნება სქემა. ამ ძაბს გამოვიყოლებ, აი ასე. აქედან მოვგსოვ თვალს, იქიდან მოვგსოვ თვალს და თვითონ ძაბი წამოიღებს ამ ძაბს. ახლა გვაქვს 5 თეთრი, დააკვირდი წინა რიგიდან. 1, 2, 3, 4, 5 თეთრი მოვგსოვეთ თვალი წინა პირველ რიგზე, მეორე რიგზე. პირველი თეთრი მოგსოვეო ისევ თეთრი. მეორე თეთრი ლურჯი მოგსოვეო, თეთრი აღარ. მესამე თეთრი, წინა რიგიდან რო განსაზღვრო და გაგიადვილდეს, მესამე თეთრი მოგსოვეო თეთრი. მეოთხე თეთრი ლურჯი დასვიო და მეხუთე თეთრი ისევ თეთრიო. გამოვა აი ასეთი რაღაც. შენ შეგიძლია დათვალო ასე: 1, 2, 3 ლურჯი, 1 თეთრი, 1 ლურჯი, 1 თეთრი, 1 ლურჯი, 1 თეთრი და გამოხვედი აქ. როგორ გაგიადვილდება? ამ თვლებიდან რო განსაზღვრო სად დასვა? თუ ასე რო თვალო თვლები, მიყოლებით რომელი მოდის. ასე ორი მხრიდან შეგიძლია წაიკითხო სქემა, რომელიც გაგიადვილდეს ის მოგსოვე. ახლა ნახე. აი ასე. თუ სწორად მახსოვს, სქემა ამას გვეუბნება. ნახე. პირველი თეთრიო ისევ თეთრი მოგსოვეო, მეორე თეთრზე ლურჯიო, მესამე თეთრი თეთრიო, მეოთხე თეთრზე ლურჯიო და ბოლოს მეხუთე ისევ თეთრიო და მე იგივე გავაკეთე ახლა, მაგრამ აი წინა რიგიდან იმ 5 თეთრ თვალს რომ ვუყურებდი, იქიდან დავსვი ეს შუა ლურჯები. შენ როგორც მოგიხერხდეს ისე წაიკითხე. ახლა აქედან ნახე 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 ლურჯი თვალი უნდა ამოვიყვანო. ეს იმას ნიშნავს, შეხედე, როგორც იყო, ისევ იმას ვიმეორებ. არც იქით მიდის ეს ფერები და არც იქით, აი ერთი და იგივეა. მეც გავყვები ახლა ამას და მოვგსოვ. ეს თეთრი მოაქვს ახლა ლურჯს. ლურჯს ხო გსოვ და თეთრი მოაქვს. ახლა აქ 5 თეთრია და ისე ვიმეორებ მე. პირველი თეთრი, მეორე ლურჯი, მესამე თეთრი, მეოთხე ლურჯი, მეხუთე თეთრი. და ზუსტად გამოვა, თუ შენ პირველი რიგი სწორად მოგსოვე და არ შეგეშალა თვლები ფერებში არაგერია, გინდა აქედან თვალი, გინდა ამ დააკვირდი ამ თვლებს და დასვი ზემოდან ისე. ეს რიგი დამთავრდა, აქ ზედა მხარე ტერფის დამთავრდა რიგი კი არა. გადავდივარ ტერფის ქვედა მხარეს, სადაც უნდა მოვგსოვო ქუსლი. და აქ მაქვს მე სხვა სქემა. ახლა აქ ნახე იგივეს გავიმეორებ. ლურჯი, ლურჯი, თეთრი, თეთრი. აქ ძალიან ბევრი რამე შეგიძლია მოგსოვო, ადვილი, იოლი, მოსაქსოვის სქემები. შეგიძლია ეს თვლები ფერებში ასე წაიყვანო, ეს სქემაც მოგსოვილი გვაქვს. ასე რომ მიდის აქეთ, ან აქეთ რომ მიდის.
აქაც მოგვსოვს სქემას, მაგრამ ძალიან ადვილს აირჩევ რამესაც ცილოს კი არ მოგვსოვ. რაც ყველაზე ადვილი სქემაა დაუშვათ, რომ გადმოგსოვო უბრალოდ აქ. თუ არა გააგრძელი ისევ ის სქემა წეღანაც თქვი და მოგვსოვე ის, რაც არის. მოდი აქამდე. მოვედით ახლა ვიწყებთ ისევ თავიდან. აქ სანიშნი დაგვავიწყდა, რომ თქვენთვის გასაგები იყოს, რომ ეს არის დასაწყისი და დასასრული სქემის, რიგის და რავი ყველაფრის. მესამე რიგი. ნახე ახლა, აქ ორი რიგი ხო ვგსოვდით ჩვენ სამი ლურჯი, როგორც აქ არის, აი ასე ხო ვგსოვდით. ახლა ნახე ორი თეთრი დასვა აქ. შემდეგ 1, 2, 3 ლურჯი დასვა. ახლა ეს ლურჯი უნდა გამოვიყოლო, რომ შორს არ დამრჩეს. 1, 2 თვალი თეთრი. ხო ასეა? და შემდეგ 3 ლურჯია. 1, 2, 3. შემდეგ 1 თეთრია. 1, 2, 3 ლურჯია ისევ. 1 თეთრია. 1, 2, 3 ლურჯია ისევ. მესამე რიგს ვგსოვთ. 2 თეთრია. 1, 2 თეთრია. აი აქ ვართ, 2 თეთრია და ნახე, 1 ლურჯი უნდა მოგსოვო და აქ მთავრდება სქემა. მესამე რიგი, ხო, აი 1 ლურჯიც უნდა მოვგსოვო და აქ მთავრდება სქემა. იწყება თავიდან 2 თეთრი, 3 ლურჯი, 1 თეთრი. ეს რო აღარ გქონდეს აქეთ შენ, სულ რო არ იყოს და ხედავ მარტო ამას. აქამდეა ათვლა სქემის. მოგსოვე აქ 1 ლურჯი, დაიწყე თავიდან ათვლა, 2 თეთრი, 3 ლურჯი. კიდე ხო მოხვედი აქამდე მოგსოვე, ისევ თავიდან დაიწყე ათვლა და ისევ აქამდე მოხვალ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა ჩვენ 2 თეთრი მოვგსოვეთ. აი ეს 2 თეთრი მოგსოვეთ, 1 ლურჯი. ახლა კიდე 2 თეთრი გვაქვს. 1, 2 თეთრი, 3 ლურჯი, 1 თეთრი. 3 ლურჯი, 1 თეთრი. შემდეგ ისევ 3 ლურჯია. მე უკვე ნაპირში გამოვედი და აქ ეს სქემა ჩემ შემთხვევაში აღარ გრძელდება. გადმოვდივარ ტერფის ქვედა მეორე მხარეს, ქუსლის მხარეს და აქ სხვა სქემა მაქვს. ახლა შეხედე, ხო მაქვს 2 ლურჯი, 2 თეთრი და მოვგსოვე 2 რიგი, ასე, შეუცვლელად. ახლა ლურჯებს მოვგსოვ თეთრს, თეთრებს მოვგსოვ ლურჯს. შენ შეგიძლია ასე გააყოლო და ასე მოგსოვო სულ, რა ვიცი, ეგაც შეგიძლია. არ შეცვალო ფერები და სულ ისე მოგსოვო. მე შევცვალე. ლურჯებს ვგსოვ თეთრს, თეთრებს ვგსოვ ლურჯს. ეს არის ქუსლის მხარე. აქ შემდეგ ქუსლს მოგსოვ უკვე იცი, რომ მოგსოვ წინდას მთლიანად, ეს მხარე იქნება ქუსლის. და ვიწყებთ ისევ თავიდან. ახლა ვგსოვთ ჩვენ მეოთხე რიგს. დასაწყისში ვართ და მეოთხე რიგი. აქედან ვიწყებთ თვლების ათვლას. 1 თეთრი და ნახე 1, 2, 3, 4 ლურჯი. მერე ისევ 1 თეთრი.
1 თეთრი პირველი თვალი 1 2 3 4 ლურჯი თუ არ ვწდები მეოთხე რიგია ხო 1 თეთრი და 1 2 3 4 1 თეთრი და 1 2 3 4 და 1 თეთრი 1 თეთრი 1 2 3 4 ლურჯი და თეთრი ძაფი თვითონ მოიტანა აგერ როცა აქედან ამომყავს აქედან ამომყავს 4 ლურჯი მოვგსოვე და 1 თეთრი და აქ ისევ 1 ლურჯი და აი აქ მეოთხე რიგი აი აქ მთავრდება 1 ლურჯი აი ეს მოვგსოვე ამ წუთში და მთავრდება სქემა დაიწყებ ისევ თავიდან 1 თეთრი 1 2 3 4 1 თეთრი და მხოლოდ 2 ლურჯი მაქვს აქ გადმოვდივარ მეორე მხარეს ახლა ამას ანაწილებს შეხედე მატება ხო გვაქვს ასე ეს ხოა ზედა მხარე სიფრთხეზე რაც არის 100 არ გააკეთო აი ასე იქსოვება სქემა შემოტრიალდები გადმოხვალ ამ მხარეს ეს ხოა ტერფის ქვედა მხარე სადაც ქუსლს მოგსოვ და აქ გსოვ იმ ადვილ სქემებს თუ გინდა ასე იქსოვებოდა ადრე ასეთი წინდე ტერფის ქვედა მხარეს ასეც გსოვდნენ და ისეც მე ესაც გაგაცანით ასე ვთქვათ ახლა 2 თეთრი 2 ლურჯი მეორე რიგს გსოვ რომ შევცვალე და ისევ გსოვ 2 რიგი მოვგსოვე ხო ეს ფერები წინა შემთხვევაში და ახლაც ასე ვგსოვ აი ეს მოვედით ისევ და მეოთხე რიგი მოვგსოვეთ აქ ვართ მეხუთე რიგი გვჭირდება ახლა ნახე აი ახლა ვართ ცოდვა ნახე მეხუთე რიგი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 თვალი უნდა მოვგსოვოთ თეთრი შემდეგ არის 1 ლურჯი და სქემა იწყება ისევ თავიდან 1 2 3 11 1 ლურჯი აი ეს ახლა ეს სქემა ახსე ხოა ეს მთლიანია თავიდან ბოლომდე 11 თვალი ყოფილა 1 ლურჯი რო გაყო ერთმანეთისგან გააცალკევო სქემები და შემდეგ იწყებ ისევ თავიდან კარგი ეს არის მეხუთე რიგი 11 ხო 2 4 6 8 11 მოვგსოვოთ თეთრი ამიტომ შევაბრუნებ ახლა მე ნახე და თეთრ ძაფს მოვაქცევ ქვედა მხარეს რადგან ბევრი მაქვს მოსაქვსოვი ამ რიგზე სულ ასე იქნება 11 თვალის შემდეგ იქნება 1 ლურჯი 11 თვალის შემდეგ იქნება 1 ლურჯი თუ შენ ბევრს მოგსოვ ამ სქემას დიდი ჯემპრი გაქვს მოსაქვსოვი დაუშვათ ასე ბევრი გექნება მოსაქვსოვი და ან თუ წინდას ირგვლივ მოგსოვ 4 ძალი მაინც ხო გექნება ხო ნახე 1 2 11 თვალი უნდა მოვგსოვოთ თეთრი და ლურჯი ძაფიც გავიტანოთ სადაც გვჭირდება იქამდე და არ დაგვრჩეს მერე რომ აქედან იქ არ გადავიტანოთ 3
4 5 6 7 8 აი ასე თუ მოგსოვ შენც ეს ძაფი თვითონ წამოიღებს იმ დარჩენილ ძაფს 2 4 6 8 9 10 თან ისე წამოიღებს რომ აქ საერთოდ არაფერი არ იქნება 10 11 ერთი თვალი ლურჯი მოგსოვეო და ისევ ვიწყებთ თავიდან 1 2 3 4 5 6 7 8 და მე გამოვედი ნაპირში აქ ამ სქემის იქით გაგრძელება არ გვაქვს გადმოვდივართ მეორე მხარეს და აქ სხვა სქემა გვაქვს ახლა ნახე თეთრი ლურჯი ხო გვაქვს ორ-ორი რიგი მოვგსოვე მე ესაც ახლა ისევ უნდა შევცვალო ფერები მხოლოდ ფერები აი ეს ლურჯზე თეთრი თეთრზე ლურჯი და ორი ძაფი უნდა მივიტანო ისევ დასაწყისამდე რომ ისევ თავიდან დავიწყო ხო სქემა და რიგი დამთავრდა აქ და ვიწყებთ თავიდან. ახლა ჩვენ მოვგსოვთ მეექვსე რიგს. მეექვსე რიგი ნახე. 1 თეთრი. 1 2 3 4 ლურჯი 1 თეთრი 1 2 3 4 ლურჯი 1 თეთრი ახლა თუ დააკვირდები მეოთხე რიგი იგივეა რაც მეექვსე რიგი და ზუსტად იგივეა უბრალოდ ამ ხაზის ზევით არის ის ამ ხაზის ქვევით არის იგივეს მოვგზავნოთ პირველია თეთრი 1 2 3 4 ლურჯი ხო ასეა მეექვსე რიგი 1 2 3 4 ლურჯი 1 თეთრი 1 2 3 4 ლურჯი 1 თეთრი 1 ლურჯი და ისე ვიწყებთ თავიდან სქემას 1 თეთრი 1 2 სადაც გრჩება ძაფი არ და გავიწყდეს რომ ისე მოგსოვო რომ ძაფმა წამოიღოს რამდენია 4 ლურჯი 1 თეთრი 1 ლურჯი 1 თეთრი და ისე 4 ლურჯი 1 2 3 4 1 თეთრი 4 ლურჯი მაგრამ მე აქ მხოლოდ 2 თვალი მაქვს ასე გადმოვდივართ მეორე მხარეს აქ სხვა სქემა გვაქვს შევცვალეთ ფერები და მეორე რიგსაც მოვგსოვთ ისე როგორც არის ორ რიგს ვგსოვთ ხო თითო ფერს
ორით ნაქსოვს შიგნით მიაქვს ჭიმას, ძაბს და ნაქსოვს, ამიტომ ეცადეთ მოჭიმოთ კარგად, თვლები თავისუფლად ამოიყვანოთ, რომ ნაქსოვი არ წავიდეს შიგნით და არ გამოგივიდეს თმერე ზოგან განიერი, ზოგან ვიწრო, არ დაგებრიცოსთ წინდა. მოგხსოვეთ ჩვენ მე-6 რიგიც. მე-7 რიგს ვგზავთ. ეს მე-7 რიგს ვგზავთ ახლა. ერთი თეთრი იყო წეღან, ახლა 2. 1 2 თეთრი, 1 2 3 ლურჯი, 1 თეთრი, 1 2 3 ლურჯი, 2 თეთრი, 1 ლურჯი და თავიდან იწყება სქემა 2 თეთრი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს შორს არ უნდა დამრჩეს, ამიტომ აი აქედან ჩავაბამ ძაფით. 1 2 თეთრი, ხო ასეა? მე-7 რიგს ვგზავთ. 2 თეთრი, 3 ლურჯი. კარგი. 1 2 3 ლურჯი. 1 თეთრი. აი ეს ახლა თავიდან ბოლომდე ასე მოდის და მოდის. შემდეგ ისევ 3 ლურჯი. 1 2 3 2 თეთრი. 1 2 3 ლურჯი. შემდეგ 2 თეთრი. შემდეგ 1 ლურჯი და სქემა იწყება თავიდან. 2 თეთრი. 3 ლურჯი. მგონი რომ არ ვცდები და სწორად ვგზავ თვლებს. 1 თეთრი. так 2 თვალიღა მაქვს. შენ იქით დარჩი. ასე. გადმოვედით მეორე მხარეს. აქ ახლა 2 რიგი გვაქვს თითო ფერი მოგხსოვილი. აი 1 2 უკვე და ახლა ვცვლით ყოველ 2 რიგს ვგზავთ თითო ფერს და ვცვლით. ლურჯი ხო იყო, ახლა თეთრს ვიწყებთ. ლურჯზე 2 თეთრი, თეთრზე 2 ლურჯი. და მე-7 რიგიც მოვხსოვეთ და მოვედით ისევ დასაწყისში. მერვე რიგი. 1 2 3 ლურჯი. 1 1 1 1 1. 1 2 3 ლურჯი. 1 1 1 1. და 1 1 2 3 4 5 ხო 1 2 3 4 კი და მე-5-იც. შემდეგ მერვე რიგს ვგზავთ. 1 2 3 4 5 6 7 უნდა მოვგზავნოთ ლურჯი. 1
2 თუ დააკვირდებით აქედან რაც გადავედით იქით ხო მეხუთე რიგის შემდეგ ვიმეორებთ ზუსტად იგივეს ოღონდ შებრუნებით ეს ხო აქედან მოვგსოვეთ იქით ახლა ამას ასე ვგსოვთ ეს რო შემოატრიელო იგივეა სქემა ზუსტად იგივეს ვიმეორებთ აქ რაც არის სად ვართ მერვე რიგს ვგსოვთ ხო და უნდა მოვგსოვოთ 1 2 3 4 5 6 7 ლურჯი მოგსოვილი გვაქვს 2 3 4 5 6 7 მოვედით აქ 1 1 1 5 თვალი უნდა მოგგსოვოთ თეთრი ლურჯი თეთრი ნახე 1 2 3 4 5 ხუთი თვალი გავითვალისწინე აი რა დავთვალე 1 2 3 4 5 თითო თვალს რო ვგსოვთ გადმოვედი მეორე მხარეს ტერფის ქვედა მხარეს ამ შემთხვევაში ვგსოვთ იგივე თვლებს იგივე ფერებს რადგან უკვე შევცვალეთ ერთი რიგი გვაქვს მოგგსოვილი და მეორე რიგიც უნდა მოვგსოვოთ როგორც გვაქვს ეს ფერები გონი ეს უკვე გასაგებია ორი დასაწყისში მოვედით ისევ და ახლა გვაქვს მე-9 რიგი მე-9 რიგი არის იგივე პირველი რიგი აი რაც მოვგსოვეთ დასაწყისში აი პირველი რიგი იგივეა მე-9 რიგი სქემა მთავრდება და ბოლო რიგია რაც იყო პირველი ახლა 1 2 3 ლურჯი ისევ როგორც იყო ახლა ამ თითო თეთრს შევაერთებთ და გამოგვივა 5 წინა რიგიდან რო იხელმძღვანელო რა მოგგსოვოს 3 იყო და ისევ 3-ო ლურჯი აი ასე აი ხო ეგრეა იყო ლურჯი მერვეზე მე-9-ზეც ლურჯია 3-ვე აქ ნახე პირველი თეთრი ბოლო თეთრი ამ 5 თვალში ვსაუბრობ 5 თეთრი უნდა მოვგსოვოთ და აი ასე იქნება აბასაც წავალთ ხო 2 3 4 და 5 ძაფებსაც მოვიყოლებთ ერთი ფერით როცა ვგსოვთ მეორეს არ ვტოვებთ შორს ახლა მე-9 რიგს ვგსოვთ 1 2 3 4 5 6 7 თვალი მოგგსოვეო ლურჯი ისევ აი როგორც წინა რიგში ჩანს რომ აქაც იგივეა მოგგსოვილი აქაც 1 2 თან არ დაგვავიწყდეს რომ 7 თვალზე უნდა თეთრიც გავიყოლოთ რომ შემდეგ ჭირდება და შიგით არ დარჩეს გადაძაბული გაბურდული ძაფები 2 3 4 5 6 7 ნახე ახლა შემხვდა ის 5 თვალი 3 თეთრი 2 ლურჯი როა ახლა მე ამას მოვგსოვ სულ თეთრს და გამოვა ის რაც უნდა გამოვიდეს ნახატი თუ მანამდე სწორად ვგსოვდით ფერებს თვლებზე ასე გამოვა ჩემ შემთხვევაში აქ დამთავრდა მეორე მხარეს გადავდივართ და ახლა აქ ვცვლით ფერს ნახე იმიტომ რომ ასეა
ორ რიგს ვქსოვთ, შემდეგ ვცვლით, ორი რიგი მოვქსოვეთ და ახლა ვცვლით ფერს. ორი თეთრი, ორი ლურჯი, ლურჯზე თეთრი, თეთრზე ლურჯი. აი ორი ძაფით ქსოვა რომ გინდა რომ ადამიანმა ხო მიაჩვიო ხელი და გაიადვილო, მარტო ქსოვა ორი ძაფით. აი სულ რო ეს ქსოვო, ნახე როგორ გაგიადვილდება შემდეგ უკვე, ხო? ხო ადვილია და მიაჩვევ ხელს რომ ქსოვო ორი ძაფით. ახლა ნახე, აქ დამთავრდა მეცხრეზე სქემა მოვქსოვეთ და სქემაც დამთავრდა. ახლა ერთი რიგი უნდა მოვქსოვოთ ლურჯი. ეს ცარიელი უჯრები ხო ლურჯია და მოვქსოვოთ ლურჯი. აუცილებლად ეს ძაფი ყოველთვის აქეთ შიგით დატოვეთ. როცა ტოვებთ რომელიმე ძაფს და ერთი ძაფით იწყებთ ქსოვას, სადღაც აქეთ არ დაგრჩეს რომელიმე თვალთან ჩაბმული მეორე ფერი, რომელსაც ტოვებ. ახლა ერთ რიგს მთლიანად მოვხსოვთ ლურჯს, რადგან ლურჯზე ვხსოვთ ჩვენ სქემას თეთრით. მერე შეცვლით თქვენ და სხვადასხვა ფერებით მოგხსოვთ. რა ფერითაც სურვილი გექნებათ და გენდომებათ, რომ იმ ფერისა იყოს. ერთი რიგი მოვხსოვეთ ლურჯი. ახლა ვცვლით ფერს, რომლითაც ვხსოვდით იმ ძაფს ვტოვებ აი ასე შიგით მხარეს. ამ ძაფს აუცილებლად აქ დავტოვებ, რომ მოვალ შემდეგ ბოლოს აქ მჭირდება, რომ ფერი ფერს გადავაბა რიგზე და ახლა ერთ რიგს მოვხსოვ თეთრს. როგორც გვაქვს აქ, ასე იქნება აქ, აი თეთრი ახლა ეს არის. ეს რომელიც დავტოვეთ, ხო, ბოლო თვალთან ერთად ამოიყვანთ. აი ჩვენი ნამუშევარი, მეგობრებო, ეს აღარ გვინდა მოხსნათ აქედან.
იმედია გამოგვივიდა რასაც ვგზავნით. ახლა გააგრძელებთ, მოგსოვთ ლურჯს ერთ რიგს, შემდეგ მოგსოვთ უკვე აი ორი შვინდისფერია თუ ბორდო თუ რაც ქვია ყავისფერი, რაც არის, არ არის ყავიფრო. შემდეგ ერთი ყვითელი, ორი რიგი ეს და შემდეგ გააგრძელებთ, თუ სურვილი გექნებათ, თუ არა მოგსოვეთ თქვენი სურვილით, რა სქემაც გექნებათ. ეს ჩვენი დღევანდელი ნამუშევარი მეგობრებო, იმედია სქემები გადაგაქვთ, წინა ვიდეოში გითხარით, როგორ გადაიტანოთ, არ ჩანსო და ვერ გადაგვაქვსო. აი ასე, როცა იმ მომენტში ვიდეო გააჩერეთ, სადაც ჩანს, ან მოაახლოვეთ ეკრანი, ეს გითხარით წინა ვიდეოში, ვისაც გჭირდებოდათ. გადაიტანეთ სქემები და მოგსოვეთ თქვენი სურვილის ამებრ, წარმატებები კარგად ბრძანდებოდეთ.